ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ კი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაწყებული ფინანსური სფეროს ცვლილებების კვლევა დაიწყო. კვლევის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ეგრეთ წოდებული საბჭოთა ანაბრების საკითხის შესწავლა წარმოადგენს. საბჭოთა ანაბრების კვლევის ცენტრის მიზანია უზრუნველყოს საზოგადოებასთან კომუნიკაცია, მოიპოვოს და შეაგროვოს ინფორმაცია, ჩააყენოს საზოგადოება საქმის კურსში ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით. ამ საკითხით დაინტერესებულ ადამიანებს კი შეუძლიათ სპეციალურად შექმნილ ცხელ ხაზზეც დაერეკონ. დღევანდელი ჩვენი ღონისძიება ეძღვნება საიტის პრეზენტაციას, ვებგვერდის პრეზენტაციას, რომელიც შექმნილია საბჭოთა ანაბრების კვლევის ცენტრის პროექტის ფარგლებში. ეს კვლევა ჩვენმა ასოციაციამ რამდენიმე კვირა დაიწყო. ვსწავლობთ 90-იან წლებში განვითარებულ ჰიპერინფლაციურ მოვლენებს, რამაც მოსახლეობის ანაბრების გაუფასურება გამოიწვია. საბჭოთა ანაბრები გაუფასურდა და მოსახლეობამ დაკარგა ძალიან დიდი რაოდენობით თანხები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ შევქმნით საბჭოთა ანაბრების კვლევის ცენტრი. ამ ცენტრის ფარგლებში უკვე ამოქმედდა ცხელი ხაზი და დღეიდან ამოქმედება ვებგვერდი, სადაც ნებისმიერ სურვილს შეიძლება შევიდეს და ნახოს ის სიახლეები, რაც ამ კვლევის ფარგლებში მიმდინარეობს, ასევე შეიძლება მის ხელთ არსებული, ასე ვთქვათ, ნებისმიერი საინტერესო დოკუმენტაციის ელექტრონულად ძალიან მარტივად ჩვენთვის გამოგზავნა.